როგორ მოვიგოთ 8 სვლაში. დებიუტი მოყვარულებისთვის. გირჩევდით რომ თამაში დაიწყოთ მეფის პაიკით, გადავიყვანოთ 2 უჯრით წინ. გავრცელებული შემთხვევებში შავები იგივე სვლით გვიპასუხებენ. ახლა გამოვიყვანოთ Q4-ზე და ამოვიღოთ მიზანში F7 პაიკი. აქ შავები ხშირ შემთხვევაში თამაშობენ ხოლმე მხედარი F6 სვლას და ცენტრში დაუცველ პაიკს ემუქრებიან. ამაზე გამოვიყვანოთ მხედარი და დავიცვათ პაიკი. აქ ბუნებრივი გაგრძელებაა შავებისათვის Q5 სვლა, განავითარონ ფიგურა და მოემზადონ როქის გასაკეთებლად. მოცემულ პოზიციაში გირჩევდი რომ ითამაშო პაიკი D3, გზა გავუხსნათ შავ უჯროვან Q-ს. ამ სვლით ვამზადებთ F4-ის გატარებას და ცენტრზე პირდაპირ ზეწოლას. პირდაპირ არ შეიძლებოდა F4-ის გატარება, ვინაიდან პაიკი უბრალოდ იკარგება. აქ შავებს რამოდენიმე ლოგიკური გაგრძელება აქვთ, პირობითად მხედარი C6, როქი ან პაიკი D6. ძალიან ხშირ შემთხვევაში შავები თამაშობენ ხოლმე პაიკს D6-ზე, შავებს სურთ რომ მხედარი გადმოიყვანონ G4 უჯრაზე და იერიში მიიტანონ F4-ზე მდგარ პაიკზე მხედრით და კუთი. როგორც ხედავთ, პირდაპირ მხედარი G4 არ გადის, რადგან დაუცველია და იკარგება. მსგავსი ტიპის პოზიციებში დამწყებ მოჭადრაკეებს და მოყვარულებსაც საკმაოდ ხშირად ახასიათებთ აი ასეთი პრევენციული სვლები, რათა არ იქნას დაშვებული მეტოქის მხრიდან აქტიური ზეწოლა. თუმცა ამ სვლის ნაცვლად მე თქვენ გირჩევდით უფრო აგრესიულ გაგრძელებას და იმ გეგმის მიყოლას, რაც თავიდანვე დავისახეთ, გავატაროთ პაიკი F4-ზე და შევდიოთ ცენტრალურ პაიკს. აქ ლოგიკურია რომ რადგან შავებმა D6 ითამაშეს, მხედარი G4-საც გადმოიყვანენ, როგორც თავიდან აღვნიშნეთ, შავებს სურთ მხედრის F4-ზე შემოსვლა და ჩანგლის გაკეთება ერთდროულად ლაზიერზე და ეტლზე მუქარის საშუალებით. ერთი შეხედვით ეს მუქარა ძალიან უსიამოვნოდ გამოიყურება, თუმცა მე აქ გთავაზობთ ეშმაკურ გაგრძელებას, ვითამაშოთ პაიკი F5-ზე. ამ სვლის მიზანია რომ გამოვთიშოთ Q მხედრის დაცვისგან, როგორც ხედავთ, გადაიკეტა დიაგონალი და ახლა უკვე მხედარი დაუცველია. ლოგიკურია რომ შავები შემოიყვანენ მხედარს F4 უჯრაზე და გააკეთებენ ჩანგალს. რა თქმა უნდა, ლაზიერის დაკარგვა არანაირად არ გვაწყობს. აქ მე გთავაზობთ ვითამაშოთ ლაზიერი H5 უჯრაზე, აი ასე. იმ შემთხვევაში თუ შავები დახარბდებიან ეტლის მოგებას, თეთრები გაიმარჯვებენ ლაზიერი F7 სვლით. როგორც ხედავთ, მეფეს არ შეუძლია ლაზიერის მოკლა, რადგან კუთი გვაქვს დაცული, ეს არის ქიში და შამათი. მოდით დავბრუნდეთ ოდნავ უკან და დავსვათ ასეთი შეკითხვა: რა მოხდება თუ კი შავები შენიშნავენ ამ მუქარას? შავებს აქვთ ესეთი ლოგიკური გაგრძელება, გააკეთონ როქი და როგორც ხედავთ, შამათის მუქარა მოიგერიეს, ახლა აღარ გვაწყობს ლაზიერი F7, რადგან ეტლით არის დაცული, თუმცა არ იფიქროთ რომ აქ თეთრების შეტევა განელდა და თეთრებს აღარ აქვს უკეთესი გაგრძელებები. მე აქ თავაზობთ კიდევ ერთ ძალიან ძლიერ გაგრძელებას, ვითამაშოთ Q5 სვლა და დავემუქროთ პირდაპირ ლაზიერს. როგორც ხედავთ, აქ შავებს არ შეუძლიათ პაიკის ჩაფარება, რადგან ეს პაიკი არის დაბმული Q-ს მიერ. აქ შავებით გავრცელებული სვლა არის ლაზიერი E8, რა თქმა უნდა გადაარჩინონ ლაზიერი. ამის შემდგომ გადავიყვანოთ მხედარი D5-ზე და შევქმნათ მუქარა C7 პაიკზე. როგორც ხედავთ, მხედარი იმუქრება C7-ზე გადასასვლელად და აქედან სერიოზულ მუქარებსაც შექმნის. ამიტომაც აქ სავარაუდოა რომ შავი ითამაშებს მხედარი A6, რათა დაიცვას პაიკი. აქ უმარტივესად შეგვიძლია მოუკლათ მხედარი და როდესაც შავები მოკლავენ ჩვენს Q-ს, მერე გავაკეთოთ ჩანგალი, თუმცა მე თქვენ გთავაზობ უფრო ძლიერ გაგრძელებას. ამის ნაცვლად ვითამაშოთ მხედარი F6 ქიში. როგორც ხედავთ, მხედარი აცხადებს ქის და ამავდროულად ემუქრება ლაზიერს. თუ შავები მეფეს გაწევენ, ისინი დაშამატდებიან ერთ სვლაში. ამიტომ შავი იძულებულია მიიღოს ეს შეწირვა. ამის შემდეგ ავიყვანოთ კუთი პაიკი და მოვედით ამ მდგომარეობამდე. ახლა კი ისმის შეკითხვა: რა მიიღეს თეთრებმა ყოველივე აი ამ შეწირვების შედეგად? ახლა თეთრებს უბრალოდ უნდათ რომ გადმოიყვანონ ლაზიერი G5 უჯრაზე და შამათი გაუკეთონ მეფეს. შავებს აქვთ ერთადერთი დაცვის საშუალება, ითამაშონ Q3, არ გვიშვებს როგორც ხედავთ G5 უჯრაზე. თითქოს შავებმა ყველაფერი დაიცვეს და ამავდროულად ეტლის მოგებითაც იმუქრებიან, მაგრამ სინამდვილეში ეს პოზიცია უკვე წაგებულია. აქ უნდა ვითამაშოთ მხედარი F3, ძალიან ძლიერი გაგრძელება. იმუქრება მხედარი G5-ის გადასვლა და შემდეგ შამათი. თვალსაჩინოებისთვის რომ ნახოთ, დაუშვათ შავები თუ ითამაშენ უწყინარ სვლას, მაგალითად პაიკი C6, გადავდივართ მხედარს G5-ზე, იმუქრება შამათი. ამიტომ შავი იძულებულია მოგვცეს Q და შემდეგ მაინც შამათი გამოდის. აქ უკვე შავებს აღარ გააჩნიათ ნორმალური დაცვები, პირობითად თუ შავი ითამაშებს პაიკს H6-ზე, თითქოს ამ სვლის იდეა რომ
არ დაგვაშვებინოს ხედარი G5, აქ უბრალოდ აი ასეთი მარტივი გაგრძელება გვაქვს ლაზიერი G6 ქიში და როგორც ხედავთ დაფაზე შამათია, არ შეუძლია პაიკს ლაზიერი საყვნა, როგორც აღვნიშნეთ, პაიკი დაბმული არის კუთი. თუმცა ხშირ შემთხვევაში ესეთი მოტივები გამორჩებათ ხოლმე განსაკუთრებით დამწყებ და მოყვარულ მოჭადრაკეებს და შესაძლებელია რომ მსგავს პოზიციაში ესეთი სვლაც კი იხილოთ. კომენტარებში დამიწერე როგორ მოგეწონა ეს დებიუტი და რომელი თემის განხილვას ისურვებდი შემდეგ ვიდეოებში.